გამარჯობა ტრეიდერების ჰაბის მორიგი ეპიზოდი და კვლავ Forex ბაზარზე უნდა ვილაპარაკოთ, რომლის გენერალური სპონსორი და პარტნიორი არის NCM Global-ი. ხო, მოკლედ როგორც შეგახსენეთ, Forex-ზე თუ ბევრი კითხვა გაქვთ და გექნებათ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ვიდეოები ჩავწერეთ და გადახედეთ წინა ვიდეოებს. და ასევე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ აქტიურები იყოთ კომენტარებში, გამოწერა დაგესარებათ, ლაიქები და ასე შემდგომ და ყველა ჩვენი სოцარხები გამოიწერეთ, რომელიც აღწერა შემთითებული. შეგახსენებთ, რომ $100 შემთხვევაში $20 კვლავ ჩვენგან ჩაგერიცხებათ, მაგრამ უნდა მოგწეროთ თქვენი ეგრეთ წოდებული კოდი account number, რადგან ჩვენ ვიცოდეთ და მივაწოდოთ ეს ყველა ინფორმაცია ჩვენს პარტნიორ კომპანიას, იმიტომ რომ ეს არ ხდება ავტომატური ჩარიცხვის სისტემით, არამედ მიწოდებული ინფორმაციის სახით. მოკლედ, დღევანდელი გაკვეთილი მეგობრებო ეხება კვლავ NCM-ის პლატფორმის შემთხვევაში MetaTrader-ზე მუშაობის ამბებს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ უკვე გავიარეთ რეგისტრაცია, ვერიფიკაცია, რა ვიცი, მათ შორის პლატფორმაზე დაერთება და ახლა კიდევ უფრო მეტი სიღრმეებით ალბათ დაინტერესდებოდით თუ როგორ რა გამოიყენოთ და კიდევ ბევრი ღილაკი გვაქვს ასახსნელი ამ პლატფორმაზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს იაპონური სანთლები და ეს ვიზუალი როგორ დავწერეთ და დავხატეთ ეს ყველაფერი წინა ვიდეოებშია. მათ შორის ჩვენ გვაქვს ეგეთ წოდებული bar chart-ები, რომლებიც მე არ მიყვარს და არ ვიყენებ სავაჭროდ. მათ შორის არის liner chart-ი, რომელიც ასევე ვთქვათ არ გამოიყენება სავაჭროდ, სხვა რამ გააჩნია ამ სისტემაში. დაუბრუნდებით ჩემს ვიზუალურ ლამაზ, ვთქვათ, მწვანე და წითელ chart-ს და ეხლა გეტყვით რა ხდება აი ამ მარცხენა მხარეში. მოკლედ გვაქვს ინდიკატორები, რომელიც არის ტრენდული ინდიკატორები, ტრენდის მაჩვენებელი ინდიკატორები, გვაქვს ოსცილატორები, გვაქვს ვოლუმები, Bill Williams-ი, მარკეტი, რომლებიც კონკრეტულად ჩვენს მიერ ჩაწერილი რაღაცეებია და ასე შემდგომ. გვაქვს ბევრი რაღაცა. ამ ბევრ რაღაცაში, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ალბათ დაიბნევა და ვერ მიხვდება როგორ უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი. ამიტომ მივხვდეთ ეტაპობრივად, საიდან როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოჩნდეს. ხო, მაგალითად, თუ თქვენ სრულიად შემთხვევით რაიმე აქედან წაგეშალათ Market Watch-ი ან რა ვიცი ნავიგატორი, view-ში ყველაფერი ჩანს. აგერ არის ნავიგატორი, რომელიც გამორთე და შემდგომ შემიძლია რომ ჩავრთო კვლავ. აგერ არის toolbox-ი, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა რომ აიმე წამეშალა და აი საიდან ჩავრთო, რა ტიმი შველე და რაღაცა, ამიტომ არ ინერვულად არაფერი არ დაიკარგება. აი toolbox-ი ქვემოთ თუ წაგეშალათ, ასევე შეგიძლიათ რომ ეს toolbox-იც იგივენაირად დააბრუნოთ უკან. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამბავია. აქ კიდევ რა გვაქვს, ნახეთ, insert-ში გვაქვს ინდიკატორი, რომელიც ქვემოთ მოცემული არის, მათ შორის შეგიძლიათ რომ ეს ყველაფერი აქედანაც ჩამოშალოთ და გვაქვს ტრენდის ხაზები, ოსცილატორები, რაც აღარ ვისაუბრეთ და სხვა მრავალი, ობჯექტები, ექსპერტები და სკრიპტები. სხვათა შორის MetaTrader 5 არის პროფესიონალური პლატფორმა, იმიტომ რომ აქედან ხდება სწორედ იმ ბოტების გაშვება. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ აი არქანტო არის სკალპეროდ, აქედან ვუშვებთ ბოტებს, იმიტომ რომ ბოტის თელი ინტერესი და მუღამი არის ის, რომ ის ვაჭრობს თქვენს გარეშე, მაგრამ ბოტი რომ შექმნა, ამას თავისი ეგრეთ წოდებული ცოდნის დონე ჭირდება, პრაქტიკა, კოდის წერა, თუ კოდის წერა არის, უნდა დაიქირავოს სწორი პროგრამისტი და მისცე მას ტექნიკური დავალება, თუ როგორ უნდა დაწეროს ბოტი. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ვასწავლით იმ წერას, იმ ნაწილს, რაც არის ვაჭრობა Forex ბაზარზე, რომელზეც ზოგადად აქვდება და ძალიან მაგად გასწავლით. ხო, აქ ჩვენ გვაქვს მაგალითად მარკეტი, VPS-ი, ტესტერი. ტესტერი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ჩვენ გავდივართ ხოლმე, რომ შეიძლება მაგალითად მოახდინო რაღაცეების გატესტვა, ბექ-ტესტი, რომელსაც ვსახით ხოლმე. აქ არის მათ შორის ჟურნალი, რომელიც მე უკვე გატესტილი ჟურნალის შედეგია და მოკლედ ძალიან ბევრი დეტალია. აი აქ ხდება ბექ-ტესტის გატესტვა, მაგალითად კონკრეტული ექსპერტებით, expert advisor-ი იგივე რაც ბოტი. მე ბოტს ვძახი იგივე სახე expert advisor-ია, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ცოტა pro level-ზე და pro დონეზე გამოიყენება, ამიტომ რეალურად ამ ყველაფერს ახანს თავის დავალნებებ. ასევე ხედავთ, რომ მარკეტი არის მოცემული, აქ მეგობრებო არის ფასიანი ინდიკატორები და ფასიანი ბოტები და ასე შემდგომ. გულწრფელად გიჩვენებთ, რომ არც ერთი მათგანი არ იყიდოთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი აღარ მუშაობს და გეტყვით ძალიან მარტივი მიზეზი, რატომ არ მუშაობს.
პირველ რიგში, როდესაც თქვენ ბოტი იწერება და ბოტი გამოგაქვთ აი ესე რომ ვიღაცებმა იყიდონ და როცა მას ათასობით ადამიანი უკვე გაუშვებს დემო ვერსიას, თუნდაც ტესტზე ან თუნდაც რეალურ ანგარიშზე, მოწინააღმდეგე მხარე, როგორც არის დიდი ბანკები და მოთამაშეები, ამ ყველაფერს ხედავენ პირდაპირ გაგებით, რომ ვიღაცები ბოტებით ვაჭრობენ და უკვე ხდება კონტრსაწინააღმდეგო ვაჭრობა თქვენი ბოტების მიმართებით. ამიტომ, როდესაც ბოტის შემქმნელი ბოტს ქმნის, ყოველთვის თავისთვის იტოვებს და მის არ გამოდის საჯარო გამოყენებაში, იმიტომ რომ როდესაც იყენებს მასიური რაოდენობავე 20,000 ადამიანი ამ შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩათვალოთ, რომ ეს ყველა ბოტი უკვე ნაპოვნია, შესწავლილია და უკვე მის საწინააღმდეგოდ ხდება ვაჭრობები. გულწრფელად გონებთ ეს პრაქტიკიდან გიყვებით ამ ყველაფერს, ამიტომ ნუ შეცდებით, რომ აი ახლა ამას მე ვიყიდი, რადგან ძვირია, დავაყენებ და უეჭველი ფულს დაწეს. ყუილია, არ გამოგივა თუ არ გჯერათ, ცადეთ და მე მითხარით, რომ აი მე რა გავაკეთე, რატო ვიყიდე, ფული რატო გადავყარეო. აქ ერთადერთი ჩვენ თუ რამეს ვნახულობთ, არის საინტერესო ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ პირველ რიგში, როცა ინდიკატორის საინტერესო ის ყოველთვის არის ხელმისაწვდომი მათ შორის და თუ ის მერე ჩვენ გვადგება, რა თქმა უნდა, მე უკვე კურსებში ვაინტეგრირებთ, რომ ხალხს ვთქვათ, რომ აი ეს ინდიკატორი კარგია, ამ ინდიკატორს ეს ფუნქცია აქვს და ასე შემდგომ. მოკეთ, ახლა ასაც თქვენ ხედავთ, აქ არის გამოტანილი ეს პროცესები, ეს არის VPS, ან ეს იგივე არის, როდესაც შენ ნაკედი გაქვს, ან გაკეთებული გაქვს შენი ბოტი, უფრო გაკეთებული, იმიტომ რომ არ იყიდოთ გითხარით მილიონჯერ. ამას გავთიშავ აი აქ მარჯვენა ხილაკით. ახლა აქ რა ხდება? ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აი ეს თქვენი ბოტი ლონდონის მოკლედ სერვერზე გაუშვათ, თუ ნამდვილად იცით რომ ეს ბოტი მუშაობს და დაიქირავთ სერვერი მაგალითად 3 თვით, რომელიც დღეს $13 თვე. ანუ ეს ყველაფერი ძალიან კარგი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უნდა გესმოდეთ მინიმუმ ამისთვის, რომ დაწეროთ პროგრამულ ნაწილში ეგეთ წოდებული ტექნიკური დავალება პროგრამისა მე როგორც ყველაფერი შექმნას. ნუ ეს ყველაფერი იწერება სხვა დეველოპერულ პროგრამებში და მე როგორც ვიცი და რა თქმა უნდა პროგრამისტები იყენებენ Python-ს, ამისთვის პირველ რიგში Python-ი გამოიყენება და მე უკვე ეს ყველაფერი რეალურად უკვე აქცევენ უკვე როგორც მნიშვნელოვან ნაწილად რომ გამოიყენონ პრაქტიკაში. შეგვიძლია ეს ყველაფერი კვლავ უკან დაუბრუნდეთ და დაუბრუნდეთ ჩვენს toolbox SVPS შეგვიძლია რომ წავშალოთ და აი ასე დაუბრუნდეთ უკან. მოკეთ, როგორც გითხარით, აქ გამოტანილია მათ შორის ეგრეთ წოდებული უკვე მზა ინდიკატორები არა, ნუ ვთქვათ tool-ები, რო ვთქვათ უფრო სწორად და მაგალითად შეგიძლიათ თუნდაც trend line დახაზოთ და მაგალითად შევეცდებით რომ განახოთ როგორ დაიხაზება. ეს ორი წერტილი შეგეთქვა ესე ააგოთ, ნუ მოკიდოთ ხელით და მე ეს ყველაფერი ესე მაგალითად ააგოთ და თქვათ რომ ეს არის trend line. ესე აი უხეშად რო გავაკეთოთ. თუ მაგალითად თქვენ გსურთ რომ ეს trend line-ები კიდევ უფრო კარგად გამოჩნდეს და ვიზუალურად კარგად იყოს გამოტანილი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ ეს trend line-ები კიდევ უფრო გაამუქოთ, გაადიდოთ და კიდევ უფრო ვთქვათ დიდი გახდეს ვთქვათ ვიზუალურად. ამიტომ ამისი დაედიტება შეგიძლიათ რეალურად, რომ ეს ყველაფერი უფრო ვთქვათ ვიზუალურად იყოს გამოჩენილი. აი ეგ properties დავაწვევი მარჯვენა ღილაკს და შემიძლია ეს ყველაფერი უფრო ვთქვათ გავასუქო, გავადიდო, ნახეთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. თუ რაღაცა არჩეს, აი წვეტილი, აქ შეგიძლიათ მათ შორის უფრო მსხვილი გახდეს ჩვენი ვიზუალი, აი ასე. და გნებავთ თუ წითელი, მოდით ვთქვათ აღმავალზე მწვანე გავაკეთოთ მაგალითად და მე ვიცით აი ესეთი ლამაზი გამოსახულება გამოგვივა. რა თქმა უნდა, trend line-ის განმარტებას ბარემ აქვს, ეგრეთ რომ ტრენდი მხოლოდ მაშინ იცვლება თუ ის ორი წერტილით ერთდება და მესამე უკვე ადასტურებს, ეს უკვე არის trend line-ის პირველი განმარტება. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ამ ყველა დეტალს. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი ეხებოდა როგორც ნახეთ აი ამ დეტალებს, რომ თქვენ კარგად გაერკვიოთ, ხო აქ detail-ში შეგიძლიათ ვნახოთ კონკრეტული ცვლადის დეტალები და მონაცემები და ბევრი სხვა მსგავსი დავალება, ნუ უბრალოდ გაკვეთილი აუცილებლად გვექნება. უბრალოდ დღეს ცოტა უფრო დეტალებში შევედით, სადრა კიდევ დამატებითი პრო ღილაკი არსებობს MetaTrader-ზე, იმიტომ რომ ამ პლატფორმაზე მეგობრებო იწერება კოდები, კეთდება სკრიპტები და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვაკეთებთ ტრეიდერების საფში. თუ ეს ყველაფერი მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი, გთხოვთ რომ მოიწყვნოთ, დააკომენტაროთ, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ გითხარით რომ
უნიკალური გათამაშებები გელოდებათ, მათ შორის NCM-ისგან. იქნებ ერთ დღეს ერთად წავიდეთ ზუსტად მათ ოფისში დუბაიში და რატომაც არ მოვინახულოთ და ადგილზე განახოთ რა შვებიან Forex კომპანიები და როგორ მუშაობენ. ეს ახლა იმპროვიზირებულად გამახსენდა იდეა და შეიძლება ეს ყველაფერიც კი დავაორგანიზოთ, რომ რეალურად ჩვენი გამომწერი წავიყვანოთ დუბაიში და გავაცნოთ ჩვენი კომპანია უკვე ადგილზე და ეს ყველაფერი live რეჟიმში ნახოს თუ რა ხდება ამ კომპანიებში და როგორ მუშაობენ. თუ მსგავსი გამოწვევები გაინტერესებთ, მხოლოდ და მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ გამოიწეროთ, გამოყვეთ, დაგვიკომენტაროთ და თქვენი შემდგომი კითხვების საფუძველზე ჩავწერთ კიდევ უფრო ახალ და საინტერესო ვიდეოს. მადლობა დღევანდელ ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. დროებით.